რაც შეეხება სტომატოლოგიურ, ასე ვთქვათ, სამსახურებს, რამოდენიმე თვის წინ მთავრობა მიიღო დადგენილება, რომ თუ კი იქამდე ნებისმიერ შეეძლო გაეხსნა სტომატოლოგიური კაბინეტი და ამის შესახებ არც კი ეცნობინებია ჯანდაცვის სამინისტროსათვის, ეს ყველა შემთხვევაში გახდა სავალდებულო. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს სრული სურათი ამ სად არის ეს კაბინეტები გახსნილი. სულ რაღაც 10 დღის წინ, ან შეიძლება 2 კვირის წინ დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომელიც აწესრიგებს სტომატოლოგიური კაბინეტების მოწყობას, პასპორტიზაციას, ანუ რა მინიმალური ფართები უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ინფექციებზე კონტროლი დაცული და ასე შემდეგ. ეს არის რეგლამენტური სახის დოკუმენტი. არა მაისიდან, არამედ უკვე დაწყებული არის პროცესი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დაიწყო მონიტორინგი და შესაბამისობაში მოყვანა. რეგულაციის გამოქვეყნებიდან, როგორც წესი, ერთი თვე ეძლევა დაწესებულებებს, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ ეს ყველაფერი. ამიტომ ეხლანდელი მონიტორინგის ფორმატი არის სარეკომენდაციო, ანუ თუ ექნებათ კითხვები, რომ როგორ რა მიმართულებით თუ რაიმე იქნება გაუგებარი. როდესაც ეს ერთთვიანი პერიოდი მოსამზადებელი დასრულდება, მონიტორინგი უკვე მიიღებს სრულ დატვირთვას, სრულ ფორმატს, ანუ დარღვევებზე რეაგირების ფორმატს. როგორც გითხარით, 2 კვირა არის, რაც დაიწყო მონიტორინგის სარეკომენდაციო მონიტორინგის პროცესი, როდესაც სრული სურათი შეიკრება და მე ვფიქრობ, რომ უახლოესი 2 კვირის გასვლის მერე, ანუ რეგულაციის გამოცემიდან 1 თვის თავზე სააგენტო წარმოადგენს კონკრეტულ გრაფიკს დაწესებულებების სიხშირის, ანუ ყველა იმ კითხვაზე დოკუმენტირებულ პასუხს გაგცემთ, რაც თქვენ ახლა დამისვით.